საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წიგნის საქართველოს პირველი ბოტანიკოს ანატომები წარდგინება გაიმართა. გამოცემა მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის დაარსებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს მოიცავს. როგორც მასშია აღნიშნული, ამ საქმეში ფიზიოლოგიის ლაბორატორიის დამაარსებელს ნიკოლოზ მაქსიმოვს უდიდესი წვლილი შეუტანია. ამასთანავე წიგნში საუბარია დიდ მეცნიერზე ბოტანიკოს ანატომ ვასილ ალექსანდროვზე, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს საქართველოში მცენარეთა ანატომიის განვითარების საკითხში. გამოცემა პროექტის საქართველოს ბოტანიკური მეცნიერების სათავეებთან ერთ-ერთი ნაწილია. მისი ავტორი პროფესორი გიორგი ნახუცრიშვილია. ვინაიდან ძალიან ცოტა მონაცემები ქართველი ბოტანიკოსების შესახებ, უпростоრედ საქართველოს ბოტანიკოსების შესახებ, ჩვენ შემოვიღეთ ასეთი პროგრამა ქართული ბოტანიკური მეცნიერების სათავეებთან. ერთ-ერთი ამ პროგრამის ნაწილი არის იმ ბოტანიკოსების შესახებ, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მცენარეთა ანატომიის შესახებ კვლევებს. ეს ამას უძველესი შეიძლება ითქვას ისტორია აქვს. წარმოიდგინეთ მიკროსკოპთან დაკავშირებული კვლევა საქართველოში, არა გერმანიაში ვთქვათ. და ეს 1915 წლიდან. მიუძღვენით ახალგაზრდობას, იმიტომ რომ გვინდა ჩვენ ახალგაზრდებმა იცოდნენ ჩვენი სახელოვანი მეცნიერების შესახებ. ეს ანატომიის სკოლა საქართველოში დაარსა ვასილ ალექსანდროვმა. ის ჩამოვიდა აქ, მუშაობდა აქ სულ 9 წელი და მასთან ერთად მუშაობდნენ ისეთი სახელმოხვეჭილი ანატომები, როგორებიც არიან ქალბატონი ქსენია ცხაკაია, ქალბატონი ქეთევან აბესაძე, ქალბატონი მარიამ შანიძე, ალექსანდრე ტიმოფეევი და ლევან ჯაფარიძე, ყველასთვის საყვარელი ჩვენი ლევან ჯაფარიძე.